კარგად მოისმინოთ ჭიათურელი მოსახლეობის წუხილი, ჭიათურელი მაღაროელების გასაჭირი და მათი საპროტესტო ხმა, რაც სამწუხაროდ თქვენამდე ვერ მოაღწია, რასაც ისინი ითხოვენ. დიახ, ისინი ითხოვენ დაპატიმრებული ჭიათურელი მაღაროელების განთავისუფლებას. მერაბ სალარიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის პატიმრობიდან განთავისუფლებას. დიახ, ისინი ითხოვენ შრომის რეალურ ანაზღაურებას, რათა 3500 მაღაროელიდან 2000-ზე მეტი მაღაროელი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. დიახ, ისინი ითხოვენ რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრ დაცვას. და დიახ, ისინი ითხოვენ ნედლეულის მიწისქვეშა წესით მოპოვებას, ვინაიდან ჭიათურაში დღეს უკვე სახეზეა ამოწურული რესურსები და თითქმის სრულად ათვისებული კარიერები, მოსახლეობისგან დაცლილი და დანგრეული სოფლები, დაბზარული სახლები, იმედგაცრუებული ახალგაზრდობა, გაზრდილი მიგრაცია, დაბინძურებული გარემო და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ჭიათურელი მაღაროელები სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდნენ ჭიათურაში და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციებთან, მაგრამ მათი ხმა და წუხილი ყურად არავინ არ იყო. მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ჭიათურა გახლავთ მონოინდუსტრიული ქალაქი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი და უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია მხოლოდ ერთ საწარმოზე და ამ საწარმოს მიღმა ალტერნატიული შემოსავლის მიღების წყარო სამწუხაროდ არ არსებობს. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჭიათურის მოსახლეობის 60%-ზე მეტი რეგისტრირებულია სოციალურ დაუცველთა მონაცემთა ბაზაში, ხოლო მე-13-ზე მეტი კი საარსებო შემწეობის მიმღებია. ჭიათურელი მაღაროელების დაკავება უკავშირდება სწორედ აი ამ მძიმე სოციალურ საპროტესტო ტალღას, რომელიც უკიდურესი გაჭირვების, შრომითი პირობების გაუარესების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის რისკის გამო არსებობს და სწორედ მაგიტომ მოხდა ჯორჯიან მაგანეზის წინააღმდეგ იყო ეს საპროტესტო ტალღა მიმართული. სწორედ ამიტომ ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია საქართველოსთვის სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურელ მაღაროელებს და მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას. თუ გნებავთ, რომ ქვეყანაში დაიწყოს პოლიტიკური სტაბილურობა, თუ გნებავთ, ქვეყანაში დაიწყოს დეპოლარიზაცია და დაძაბულობის განმუხტვა, ნუ დაიწყებთ ხუან მართალის გარჩევას, ნურც დანაშაულის აღიარებას მოსთხოვთ ვინმეს და ნურც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაუთვლით. შეურიგდით საკუთარ ხალხს და შეურიგდით საკუთარ ახალგაზრდებს და გაანთავისუფლეთ პატიმრობიდან დაკავებული მაღაროელები გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე. ასე მოგიწოდებდით ჩვენ 2024-2025 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, რათა ქვეყანაში დაწყებულიყო დეპოლარიზაციის და დამშვიდების პროცესი და ამაყად გექნებოდათ შესაძლებლობა, რომ საკუთარ ხალხთან გესაუბრათ მართლაც ნამდვილი მშვიდობის დამყარებაზე. იმიტომ რომ ის იქნებოდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიმართული იქნებოდა საკუთარი ხალხის შერიგების წინაშე. მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ეს ყურად არ იღებთ. ჩვენს მიერ მომზადებული შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ თავიდან ბოლომდე მომდინარეობს საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც მიმართულია მაღაროელთა უფლებების დაცვისა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ. ჩვენს მიერ მომზადებული შუამდგომლობა ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნით დღევანდელი სესიის დასრულების შემდეგ. დიდი მადლობა.